დაბრუნდით პირდაპირ ეთერში და წარმოგიდგენთ განთიადის სტუმარს ჯვართამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარს დეკანოს თეოდორე გიგნაძეს. დაგულოცეთ მამაო. ქრისტე აღდგა. ჭეშმარიტად აღდგა. მადლობა უნდა გადაგიხადოთ მამაო მოგზაურობისათვის. ჩაწეღან როდესაც მივესალმეთ მაყურებელს უთხარით რომ სოდომური ცოდვის შესახებ გვიწევს დღეს საუბარი. არავისთვის ახალი არ იქნება ალბათ ის რომ ჰომოსექსუალიზმი და ზოგადად ყოველგვარი აღვირახსნილი ცხოვრების წესი თანამედროვე სამყაროს პრობლემად იქცა და ის არანაკლებ აღელვებს მსოფლიოს, როგორიც არის თქვათ იგივე ტერორიზმი და ნარკომანია. აი ამ სავალალო ვითარებას ალბათ დამეთანხმებით თქვენც რომ კიდევ უფრო ამძაფრებს სოდომური ცხოვრების წესის პროპაგანდა საზოგადოებაში სხვადასხვა საშუალებებით, რაშიც ალბათ სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ ესეთი მოწინავე ადგილი უკავია მედია საშუალებებს. ვიდრე უფრო ფართოდ გავშლით ამ თემას, მინდა საუბრის დასაწყისში გთხოვოთ, რომ შეგვახსენოთ, როგორი არის სწავლება, ბიბლიური სწავლება აი ამ ცოდვასთან დაკავშირებით. ხო, სასიამოვნო თემა ნამდვილად არ არის, მაგრამ რეალობა მოიტანა, ამიტომ ჩვენ იძულებული ვართ ვამტკიცოთ რომ თეთრია თეთრი, მაწონი თეთრია, ცა ლურჯია და ლურჯულორი არის 4. რაც შეეხება რელიგიურ და საღვთისმეტყველო საფუძველს, ქრისტიანობა ამბობს და ამოწმებს, რომ არის ღმერთი, რომ იგი არის ყოვლადწმინდა სამება და მისი ღვთაებრივი მეორე პირი მოვიდა ადამიანად. და ჩვენ არა ვართ მიტოვებულნი და ჩვენ გვაქვს ცხოვრების საზრიცი და მიზანი. მთელი პრობლემა, ყველა ცოდვის პრობლემა სწორედ ისაა, რომ ადამიანები აი ამ მარტივ ჭეშმარიტებას და ძალიან დიდ ჭეშმარიტებას ივიწყებენ ჩვენი ცხოვრების საზრისს და მიზანს. ასე რომ აი ამ ცოდვის, ჰომოსექსუალიზმის ცოდვის თავი და ბოლო სწორედ ეს არის. გარდა ამისა, თვითონ ადამიანი როგორ არის შექმნილი, ადამიანი მამაკაცად და დედაკაცად არის შექმნილი, ეს ხაზგასმულია ბიბლიაში. ამას ძალიან ღრმა საფუძველი აქვს, იმიტომ რომ ადამიანი ღვთის ხატია და აქედან გამომდინარე, მან უნდა თავის თავში განახორციელოს ის თავის თავში განახორციელოს ის, რაც მასში აღბეჭდილია, ანუ ყოვლადწმინდა სამების ხატია. და თან ერთობაში და თან სიმრავლეში, ანუ ორი პირი ერთი ბუნებად გადაქცეული ცოლ-ქმარი იგულისხმება, ადამი და ევა ხო საწყისია ყველაფრისა. სწორედ ადამიანი პოულობს ახდენს თავისი პიროვნების რეალიზებას. ახლა ეს სხვა თემა აღარ ჩავღმავდები, უბრალოდ მამაკაცსა და დედაკაცად შექმნა ადამიანისა და პიროვნების იდენტიფიკაცია, როცა პიროვნება ახდენს იდენტიფიკაციას, იდენტობას, თავის იდენტობას როცა წარმოაჩენს, ეს არის აუცილებლად გასათვალისწინებელი, რომ ან პიროვნება არის ან მამაკაცი, ან დედაკაცი, იმიტომ ასეთად შექმნა იგი უფალმა. რაც შეეხება ცოდვით დაცემის შემდეგ ადამიანში ბევრი რამ დამახინჯდა, ამიტომ ადამიანები შეიძლება თქვათ მიდრეკილი აღმოჩნდნენ მრავალი გაუკუღმართებისაკენ, რომელიც ეხება სომატურ გაუკუღმართებებს, ფსიქოლოგიურს, სულიერს, ნებელობით და ასე შემდეგ. გაუკუღმართებანი იმით არის ცუდი, რომ ის გვაცილებს ჩვენ შემოქმედს და არ გვაძლევს და ეს გაუკუღმართებანი ვნებებად იწოდება, ცოდვად იწოდება, არაბუნებრივ მდგომარეობად იწოდება და ის დგება ჩვენსა და შემოქმედს შორის. რა თქმა უნდა, წმინდა წერილი განმარტავს თუ რა სახის გაუკუღმართებანი არსებობს, ძველი აღთქმაც და ახალი აღთქმაც და ამ გაუკუღმართებებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მძიმედ შეიძლება ჩაითვალოს ჩაბურთული რა მძიმე გაუკუღმართებანი არსებობს ადამიანის ცხოვრებაში. ცოდვები ბევრია, მაგალითად კვლელობა რო ცოდვა, თქვათ ყველამ ვიცით, მაგრამ აი თქვათ ადამიანის პირად ცხოვრებაში რა გაუკუღმართებანი შეიძლება არსებობდეს და ამ მხრივ ძალიან საინტერესოა მისი სექსუალური ქცევები და თქვათ ცხოვრების წესი, იმიტომ რომ სექსუალურობა არ არის უბრალოდ გამრავლების შესაძლებლობა ადამიანისათვის. ადამიანი თავის პიროვნების იდენტობას კიდევ ერთხელ ახდენს თავის სექსუალურობის მიერაც და ქალი რო ქალია და მანდილოსანია
და კაცი რო კაცია, მამაკაცია და ვაჟკაცია, ეს სწორედ აი ამ ღმერთისაგან მოცემული ამ უნარიდან გამომდინარეა, ხო? წარმოიდგინეთ რა იქნებოდა სამყარო, რომ ქალი არ ქალობდეს და კაცი არ ვაჟკაცობდეს, ხო? გასაგებია. ამიტომ ეს აუცილებელია ადამიანი თავის პიროვნების იდენტობას სწორედ ესე ახდენს. კიდევ სხვა მრავალი რამ არის, ჩვენ ახლა ამ კუთხით გვაინტერესებს. ანუ ჩვენ მაგალითად ქართველები ჩვენი პიროვნების იდენტობას ვახდენთ იმითაც, რომ ჩვენი ქვეყნის შვილები ვართ და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ აი ამ შემთხვევაში ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. და სექსუალური გაუკუღმართებანი ძალიან ბევრი არსებობს და მათ შორის განსაკუთრებულად ცუდი რაც არის ეს ბიბლიაში ლევიტელთა წიგნში რომელიც მოსემ დაწერა უფლის გამოცხადებით იქ ძალიან ხაზგასმულია და იმდენად დაწოლებით არის აღწერილი ეს ცოდვები იმდენად გაშიშულებულად ვერბალური თვალსაზრისით ეხლა მე რო ბიბლია გავიდო და წავიკითხო შემცხვება კიდევაც ისეთი რაღაცები წერია და მე მიფიქრია ხშირად ასაჭირო იყო ბიბლიაში აი ესე გაშიშულება ვერბალურად აზრობრივად აი ამ ცოდვებისა ალბათ იმიტომ რომ ადამიანი შეძრწუნდეს და კარგად დაინახოს აი ფოტოგრაფიულად თითქოს აჩვენებს მინდა წერილი თუ რასთან აქვს საქმე ეგ არის ჩამოთვლილი მთელი რიგი ცოდვები მაგალითად ინცესტის უმძიმესი შემთხვევები იცით როგორი მძიმე შემთხვევები როგორც მაგალითად არის მაგალითად მამაკაცის საკუთარ დედასთან ცხოვრება ბიბლიაში ლევიტელთა წიგნში ასევე ზოოფილიაში ადამიანის ცხოველთან კავშირი და აი ამათ რიგში ზის ჰომოსექსუალიზმი ზუსტად ხედავთ რამძიმე ცოდვების გარემოცვაში ეს ცოდვა ზუსტად რომელიც რა თქმა უნდა უმძიმესი და სასიკვდილო ცოდვა თუმცა რა თქმა უნდა ეს არ არის ქრისტიანული თვალსაზრისით და ბიბლიის თვალსაზრისით ასევე არაჯანსაღ და არაბუნებრივ მდგომარეობად ადამიანისათვის იმიტომ რომ ადამიანია და არა ცხოველი ითვლება მრუშობა და სიძვა ეს ხშირად გვავიწყდება ხოლმე როდესაც ჩვენ ჰომოსექსუალისტები ხელს ვიშვათ ჩასაკულები გვავიწყდება რომ სიძვამრუშობა ასევე მძიმე სასიკვდილო ცოდვაა და იმის გამო რომ ისიც არაბუნებრივი ადამიანისათვის როგორც ღვთისხატისათვის მაგრამ მაინც ნაკლებ ცოდვად ითვლება იმიტომ რომ ის ბუნებრივი ადამიანისათვის როგორც ფიზიოლოგიური და ბიოლოგიური არსებისათვის ეს ჩვეულებრივი ანუ ცოდვა როგორც ღვთისხატისათვის მაგრამ ნორმალურია მისი ფიზიოლოგიისა და ბუნებისათვის ხო როგორც ბიოლოგიური არსებისათვის ხოლო ჰომოსექსუალიზმი ანუ შეიძლება ადამიანი ღვთისხატობას თავის თავში რგუნავდეს მაგრამ ცხოველის დონეზე მაინც იყოს მოდი ესე ვთქვათ იმიტომ რომ მას აქვს ესე იგი ნორმალური ხტოლვა საწინააღმდეგო სქესისადმი ხოლო ადამიანი რომელიც ჰომოსექსუალიზმის ცოდვაშია ხო ის ცხოველზე დაბლადგება იმიტომ რომ ის გაცილებით უარეს მდგომარეობაშია ვიდრე ცხოველი. წარმოგიდგენიათ, როგორ ახდენს თავის პიროვნებას, თავის იდენტობას, ესე იგი, ადამიანი. ხო, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს კარგად უნდა გვახსოვდეს. მამო, ჩვენ ვიცით, რომ გასაგებია ეს ცოდვა არსებობს ოდითგან, ხო? მაგრამ ბოლო დროს არის ტენდენცია იმისკენ მიმართული, რომ ეს გაუკუღმართება მივიღოთ ნორმად და ეს უზნეო ცხოვრების წესი დამკვიდრდეს, ვთქვათ, ნორმად და ეს იყოს გახდეს ჩვეულებრივი მოვლენა. აი ამაზე რა ძალიან უცნაურად განვითარდა ეს მოვლენები. იყო ესე ისი ბრალია რომ აქამდე მივედით. აი გეტყვით, აი ძალიან უცნაურად ვითარდება გენეზისი აი ამ გარყვნილების ნორმად დაწესებისა. 1973 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებობს იქ ნუსხა, თქვათ, იქაო ჯანდაცვის მოდის სტრუქტურაში, ნუსხა თუ რა ავადმყოფობების ნუსხა. 1973 წლამდე ჰომოსექსუალიზმი ითვლებოდა როგორც ნორმიდან გადახრა, არანორმალურ მდგომარეობა, ითვლებოდა ავადმყოფობად ინცესტთან და ზოოფილიასთან, ნეკროფილიასთან, გერონტოფილიასთან, პედოფილიასთან ერთად. უცებ 1973 წელს ხდება უცნაური რამ ამოღებული იქნა დანარჩენი დატოვეს, თუმცა თუ ესე განვითარდა პედოფილიასაც ალბათ და ესე იგი ზოოფილიასაც და ინცესტას დაუშვებენ, ნორმად გახდიან და უცებ მოხდა ის რომ ამოღებული იქნა ეს ამ ნუსხიდან. და 1993 წელს უკვე მსოფლიო ესე იგი ჯანდაცვის ორგანიზაციის ავადმყოფობათა ნუსხადან იქნა ამოღებული. ძალიან უცნაურია. ძალიან უცნაურია ეს და ძალიან უცნაურია კიდევ იმიტომ რომ 1973 წელს როცა მოხდა ამის ამოღება ამერიკაში 1 წლით ადრე 1972 წელს რომის კლუბში ეს მასონური ორგანიზაცია რომის კლუბში
ძალიან უცნაური რამ წარმოთქვეს, რომ დედამიწას გაუჭირდება ამდენი მილიარდი ადამიანის გამოყვება და მას შეუძლია გამოყვებას მხოლოდ 1 მილიარდი ადამიანის ოქროს უნდა გამოიხშიროს კაცობრიობა. ეს მე არ მინდა პირდაპირ კავშირი მოუძებრო, მაგრამ ძალიან უცნაურად არის, ხო? ერთი წლის მერე ზუსტად აი ესეთი ესე იგი დადგენილება იქნა მიღებული, რომ ეს ამოღებული იქნა ჰომოსექსუალიზმი როგორც ცოდვა. სხვათაშორის ეს მილიარდების საკითხიც, რამდენ მილიარდს გამოყვებას ადამიანი, ესე ძალიან უცნაურია. ძალიან ჩვენ გონება 7 მილიარდი როგორ უნდა გამოყვება და არ დავფიქრებულ ვარ, ეს 7 მილიარდი ადამიანი სინამდვილეში როგორც ბიომასა, რომელიც უნდა იკვებოს დედამიწისგან, რა მოცულობას შეადგენს. იცით რა საოცარი ფენომენია, რომ ავიღოთ კვადრატი, რომლის სიგრძე არის 84 კილომეტრი, ანუ სიგრძე და სიგანი 284 კილომეტრი. ეს არის დაახლოებით აქედან გორამდე ცოტა მეტი. ანუ თბილი, ანუ შეიძლება ითქვას, რომ აღმოსავლეთ საქართველოს არც ჭირდება, ანუ ძალიან პატარაა, ხო? თუ ესე იგი ეს დავშტრიხავ და თითო კვადრატიან დავკლეტკავ და თითო კლეტკის ზომა იქნება თითო კვადრატული მეტრი, ანუ 1 კვადრატულ მეტრზე ერთ ადამიანს დავაყენებ, 7 მილიარდ ადამიანზე მეტი ეტევა ამ კვადრატში. ანუ მთელი ესე იგი ჩინეთი, ინდოეთი, ბრაზილია, ჩრდილოეთ სამხრეთ ამერიკა, რუსეთი, მთელი ევროპა, ყველა ადამიანი, ავსტრალია, ყველა და აფრიკა, ყველა დაეტევა ამ 84 კვადრატში. გესმით როგორც ბიომასა რა და დედამიწა ვერ გამოყვებას ამ პატარა წერტილს. ანუ ესე ძალიან უცნაურია. მოკლედ ასეა თუ ისეა, აი ესე უცნაურად მოხდა და შემდგომში უკვე როგორც კი ავადმყოფობის ნუსხიდან ამოღებული იქნა, ჩაითვალა ნორმა. ნუ ეხლა ეს აბსურდია, ტყუილია, როგორ შეიძლება მამაკაცის ურთიერთობა მამაკაცთან იყოს ნორმა. მათი ანატომიურად ეს ხო შეუძლებელია, ესე იგი ადგილი აქვს გარყვნილებას, ხო სქესობრივ რაღაც აღვირახსნილობას, თორე სხვანაირად როგორ შეიძლება. და ჩაითვალა ნორმად, მერე დაიწყო მოახდინეს სურვილი გაჩნდა იმისა, რომ სამედიცინო თვალსაზრისით ეს დაეზუსტებინათ, თუმცა დღეს მედიკები ესე ამბობენ, ოფიციალური მონაცემები ესეთია, ყოველი 100 ჰომოსექსუალისტიდან მხოლოდ 3%, 1.5%-დან 3%-მდე ითვლება, რომ ესეთი დაიბადაო და დანარჩენი გარყვნილი, ანუ მიბაძვით. სხვათა შორის როცა ამბობენ, რომ ეს არ არის გადამდები, ეს გადამდებია, როგორც ნებისმიერი ცოდვა, იმიტომ რომ გადატეხის ასაკში თუ ბავშვი გახდა მომსწრე რაღაც არაჯანსაღი, არასწორი ზემოქმედებისა, მის არსებაში, რომელსაც ჯერ კიდევ არ აქვს სექსუალური ცხოვრების გამოცდილება, ისე ღრმად აღიბეჭდება, რომ მან შეიძლება მოახდინოს ტრანსფორმაცია მასში, აი ამ ორიენტაციისა. და ასევე შეიძლება დასრული ადამიანი თუ ის საკუთარ თავს, ესე იგი, აიყვანს ხელში, ასევე შეიძლება მისი განკურნებას მოხდეს. ამის მაგალითი ბემაქ პირადად ძალიან ბევრი და მრავალი მოძღვარი დაადასტურებს. რომ ესეთი რამ ხდება. ანუ ტყუილები, ესე იგი ის რომ ეს არ არის, ეს არის ნორმა, ეს არის ტყუილი, რომ ეს ჩვეულებრივი მდგომარეობაა და რომ თან კიდევ ერთი ტყუილი. ადამიანები ზოგი ისე იბადება, ზოგი ასე, ეს ტყუილია კიდევ ერთხელ, მეორე, იმიტომ რომ ის 3%-იც კი ბოლომდე დადასტურებული სამედიცინო თვალსაზრისით არ არის, აქცენტს აკეთებენ ჰორმონალურ რაღაც პრობლემებს. ჰორმონები თუ სისხლში რაღაც ნორმიდან გადახვევა, ეს უკვე ნორმისგან გადახვევა, ხო, ჰემოგლობინი, შაქარი, ტემპერატურა. ხო, რა თქმა უნდა, ესეა. და მეორეც, როცა ჩვენ სიას ვნახავთ, აი სამედიცინო სია, თქვათ, რა სახის სექსუალური გადახრები არსებობს, მეცახან ჩამოვთვალე ზოგიერთი, ხო, ეს იგივე ინცესტი, ზოოფილია, ნეკროფილია, პედოფილია და გერონტოფილია საშინელი დაავადებებია, სექსუალური გადახრები. ისეთ რას ამბობენ, იგივე ზოოფილიასთან დაკავშირებით. რატომ აქვს ადამიანს სურვილი ცხოველთან ურთიერთობა ქონდეს? იმიტომ რომ ჰორმონალური დარღვევები აქვს ადამიანშიო. ჩვენ ვამბობთ, რომ ადამიანი არასწორი ცხოვრებით რო იცხოვრობს, დაგერღვევა ეს ჰორმონები, აბა რა იქნება? თავისთავად ცხადია. და კიდევ ერთი საშინელება, რაც ამას მოყვება ხოლმე, ეს არის მათი მცდელობა, ესე იგი, როცა კი ისინი ასაბუთებენ, რომ ეს არის ნორმა და ჩვეულებრივი წესი ადამიანური ცხოვრებისა, მერე ცდილობენ აღზრდის სისტემაში ეს დანერგონ, რომ ჰომოფობიას იშველებენ ამ სიტყვას და ბავშვებში რომ ჰომოფობიური განწყობები არ გაჩნდეს, ამიტომ ბავშვებმა უნდა იცოდეთ თავიდან, რომ ეს ნორმაა. და მაგალითად, აი თქვა ესტონეთში მოხდა რამდენიმე წლის წინ, ნუ ეს ერთხელ მოხდა კი არა, სულ ხდება მსგავსი რამ.
დისკოტეკაზე ესეთი ცდა ჩაატარეს, ესეთი თქვა მიზანსცენები, რომ თქვა ბიჭები ცეკვავენ და ჩვეულებრივი ბავშვები 12-დან 20 წლამდე და პატარა ბიჭუნებს ეუბნებიან, რომ განასახიერეთ ორი შეყვარებული გეი და ერთი დაждდება, მეორე მუხზე დაუსკუპდება და რაღაცა ცეკვავენ და რაღაც ცეკვას ასწავლიან. ან მაგალითად ბავშვებს ასწავლიან სკოლებში მეფე და დედოფალი რაღაც ზღაპარია, ხო? იმ ზღაპარს შესია მეფე და მეფე სურათებია, დედოფლის მაგალითაც მეფეა. მე რა ჩვენებია როგორ ელერსები არ ერთმანეს და იქ არის ესეთი შენიშნა, თუ შეატყვეთ პატარა ბიჭუნას მას ეს არ მოეწონა, თითი დაუქნიათ უთხარით, რომ ასე შეხედეთ სუდად, ეს ჰომოფობიური გამოვლენებაა. იმიტომ რომ ნორმაა, როცა კაცს ცოლად კაცი ყავს. გესმით და როდესაც უკვე ბავშვებსაც ეხებიან ჩვენ განგაში ზარფტეხთ, იმიტომ რომ შენ თუ შენი სექსუალური ცხოვრება, თქვა, გინდა რომ წარმართო არაბუნებრივად, არ გინდა ამ მდგომარეობიდან გამოხვიდე, ეკლესიის ხმას არ ისმენ, რომელიც გეუბნება ეს ცოდვაა და გეუბნება ბედნიერების წყარო, გარყვნილებაში კი არა, ღმერთთან ურთიერთობაშია და ჩვენ გთავაზობთ და გაჩვენებთ ამ გზას და ფსიქოლოგიურადაც გეხმარებით. შენ თუ ამას არ ისმენ და შენ გინდა გააგრძელო ეს ცხოვრება, ოჯახში ვინ გივარდება? კიდევ ერთი ტყუილი, ჩვენ გვდევნიან და ამიტომ ვაწყობთ ამაც, არავინ არ დევნის. მე ვიცი რომ თანამდებობებსაც იკავებენ, არანაირი პრობლემა არ აქვს, უმაღლეს სასწავლებლებსაც ამთავრებენ, კარიერას იკეთებენ, არავინ არ დევნის, ტყუილია. საქართველოში არავინ არავის არ დევნის და როდესაც ისინი ცდილობენ ამის პროპაგანდას, უკვე ჩვენ განგაში ზარწვეხავთ, იმიტომ რომ შენ გინდა რომ ესე იგი ნორმად გახადო, მერე სკოლებში შეიტანო, მერე ჩვენ შვილებს და შვილიშვილებს გონება აუმღოიო და ამით ესე იგი გადააგვარო, ხო? აბა როგორ არის ერთჯერადი პროცესია თქვა, რაღაც განზრახვა, რომელიც აბსოლუტურად სწორია, გიორგი, საზოგადოებას. გასაბობე, ვიცი რომ რა მოხდა, ჩაეტარებინათ გაევლოთ. ეს რომ მართლა ვიყო ასეთის რაღაც ის იყოს და თქვა, ჩაატარო და გაიარო. აქვს ფართო ინტერესები. ეს არის ტროას ცხენი. ტროას ცხენია, აი ეს სიტუაცია, ტროას ცხენის სიტუაცია. ანუ მათ ცხენი დაგიდგეს და ჩვენ თუ ამას ყურადღებას არ მივაქცევთ, ესე იგი შემოვიყვანთ ამ ცხენს ჩვენში და ამას მოყვება ის რა გეგმაც არსებობს. ეს ხო გეგმის ნაწილია. გეგმის ნაწილია, შეხედეთ რა ეს გეი აღლუმერები რო იმართება, შეხედეთ რა საშინელებაა, ხო? რა არის ეს კაცო? ჰეტეროსექსუალებმა რო ჩაატარონ ეგეთი, თავის საყვარლებთან ერთად კაცებმა გაიარონ და იქ ესე იგი ალერსი გამართონ და კოცნა და შიშვლება ირბინო უკაცრავად. ეს ხო ნორმა ხო არ არის და ჰომოსექსუალისტებისათვის თლაც საშინელებაა, ხო ესა? ამიტომ აქედან გამომდინარე, მაგრამ ეს გეი აღლუმი არის ყველაზე ნაკლები პრობლემა. თავარი პრობლემა ბავშვებთან და განათლების სისტემაში, აი მაგალითად საბავშვო ბაღები ან დაწყებითი სკოლის სადაც ასწავლია, რომ ზოგიერთ ექსპერიმენტებს ატარებენ, რომ აი შენ ბიჭი იქნები თუ გოგო შენ უნდა გადაწყვიტო. და ესე იგი ისეზდიან, რომ იქ ბიჭი და გოგო არ არსებობს. მშობლები გახსოვთ საქართველოში რო ცდილობდნენ დანერგვას ისა დაბადების მოწმობაში, დედა და მამა წერია ახლა და უნდა ჩაეწერა მშობელი 1, მშობელი 2. ამას ძალიან ღრმად მემართული ის ქონდა, აი რაც საფრანგეთში და ინგლისში მოხდა, რომ ჰომოსექსუალურ წყვილს ქონდეს შესაძლებლობა. რომ ესე იგი დედა და მამა ხო არ არის და ამიტომ არის მშობელი 1, მშობელი 2. და საფრანგეთში სხვათაშორის რომ გააპროტესტეს, ეს პროტესტი დაიწყეს ბავშვებმა, არასრულწლოვანებმა, რომ გაიგეს, რომ ესე იგი მე შეიძლება მიშვილოს მშობელმა 1 და მშობელმა 2-მა გააპროტესტეს, ჩვენ არ გვეკითხებით, მე მინდა რომ ესეთი მშობლები მყავდეს. აი ეს არის. და ისედაც აი ვთქვათ, მე მინდა რომ გავასაირნო ჩემი შვილი რუსთაველზე ვთქვათ. ჩემი უფლება ხო ირღვევა? ირღვევა რომელია? ხო მეტყვი, ჩემი შვილიშვილი მყავს, ბაბუ, ესენი ვინ არიან? და მე რა უნდა უთხრა? შვილო, აი კაცს ცოლად მოიყვას, ეს ნორმა არ არის ნორმა. არ არის. რა თქმა უნდა ისინი ავათარია, ჩვენ ესე ვთვლით. ნუ ზოგი უფრო მკაცად ამბობს, ეს არის გარყვნილება, გეთანხმებით. მე გულისხმობ თუ მაგალითად ავადმყოფობაც ხო ფაქტია, გარყვნილებაც ხო ავადმყოფობა, ჩვენ ცოდვას ასე უყურებთ, ხო? რა თქმა უნდა ჩვენ ეკლესია მათ გულში ვიკრავთ. რა თქმა უნდა ეკლესიას აქვს დიდი გამოცდილება რომ მათ დაეხმაროს და მრავალი მაგალითი გვაქვს ამისი. მაგრამ ერთია, ხო, ყველა მიცით ჭეშმარიტება, ერთია ადამიანი, რომელიც ცოდვაში იმყოფება და მას დახმარება ჭირდება, ხოლო მეორეა, როცა ადამიანების პროპაგანდას იწყებს. ხოლმე რომ მოაწყო პროპაგანდა ნარკომანებმა, რომ გახდეს ლეგალიზებული. ხოლმე რომ ზეგრო მოაწყო პროპაგანდა, თქვათ, მანიაკებმა, თქვათ, ზოოფილებმა, ქმრების მოღალატე ცოლებმა. აი ჩვენ გვინდა ან ცოლების მოღალატე ქმრებმა, ჩვენ გვინდა რომ ესე იგი ჩვენი საზოგადოება შექმნა და ნორმად გავხადოთ მეუღლის ღალატი.
რა ამას უნდა შევაგულოთ და ისე მაინც აი ჩვენი ქვეყანა რატო აღმოჩნდა ამ პრობლემის წინაშე თქვენ როგორ ფიქრობთ მამა ჩვენ ხომ მაინც პრეტენზია გვაქვს რომ ვართ ტრადიციების ქვეყანა სხვა სულისკვეთების მატარებელი ერია მე მგონია რომ ეს არის ჩვენი გამოცდა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ეს არის ჩვენი გამოცდა მე მაგალითად ვამბობ ესე რომ დღეს 11 საათზე ხო იკრიბება ქართველი ერი და სასულიერო პირები მათ შორის 11 საათზე ფილარმონიასთან რომ მე თავობის სახლისაკენ დავაშვათ მე ესე მგონია რომ ეს არის ჩვენი ერის გამოცდა უფალი აკვირდება ხშირად საუბრობენ სხვადასხვა დემოკრატიული ღირებულებებით თქვა ეს არის ტყუილი არავინ არ ჩაგრავს მათ არავინ არ არის ეს ყველა მისედაც კარგად იცის გავიდეთ ეხლა მე და შენ ჩვენი სექსუალური თქვა ცხოვრების შესახებ ვიყვიროთ რა ნორმაა ეს რა უბედურება საერთოდ რა საჭიროა რა ამისი აფიშირება თქვა საშინელებაა ყველა ამბობთ ამას ხო მაგრამ ეს ყველაფერი როგორც თქვენ ბრძანეთ და ყველასთვის ნათელია და გასაგებია სხვა მიზნებისკენ არის საუბედუროდ მიმართული ერის მორალური ზნეობრივი გაღწნისაკენ და დემოგრაფიული ესე იგი კატასტროფისაკენ და ასე შემდეგ. აი ეს ადამიანები ხო ხშირად აფიშირებენ რომ ჩემი სხეული მე მეკუთვნის როგორც მინდა ისე ვიცხოვრებ. რეალურად აი რომ ეს მე გუშინ ვკითხულობდი განგებ როგორი არის დამოკიდებულება ამ აღვირახსნილობასთან დაკავშირებით იგივე წმინდა მამებისა რა წმინდა წერილის ასევე საშინელ, ესე იგი 15 წელი თურმე სხვა ცოდვებისგან განსხვავებით 15 წელი იკვეთებოდა წმინდა ზიარებისგან, საიდუმლოში მიღების მონაწილეობის უფლება არ ჰქონდა ადამიანს. ისეთი საშინელი ნანობდა ისეთ შემთხვევაში. თუ ნანობდა იმ შემთხვევაში, ანუ რეალურად რომ იცოდნენ ამ ადამიანებმა, რა ცოდვაში ცხოვრობენ, გააზრებული რომ ქონდეთ, გაგრძელებდნენ თქვა აი აქ ცხოვრებით წეს. აქ ისე ცხოვრებას. არა, რა თქმა უნდა, აქ არის, აქ ისევ ჩვენ პრობლემას ვაწყდებით საკუთარ თავთან ეკლესია. ანუ ეკლესია ცოდვით არ უნდა იწყებდეს ქადაგებას. ჩვენ თუ ცოდვით ვიწყებთ ქადაგებას, არასწორად ვაკეთებთ. თუ ადამიანს თიც დაუქნებთ, არასწორად ვიწყებთ. ჩვენ ქადაგებას უნდა ვიწყებდეთ ქრისტეთი. ჩვენ ადამიანებს უნდა დავანახოთ ცხოვრების საზრისი, რომ არის ღმერთი და რომ მათ ღმერთია ჩვენთან მოვიდა და აი ეს ყველაფერი თელი ქრისტიანული სწავლების სიდიადე. აქედან უნდა დავიწყოთ და ეს და სწორედ უნდა ვაკეთებდეთ ამას, რომ ადამიანებს გაუჩნდეთ სურვილი ცხოვრების საზრისის ძიებისა, მარადიული სიცოცხლისა და ღმერთთან ურთიერთობისა. თუ ამას არ გავაკეთებთ და ცოდვაზე ვესაუბრებით მხოლოდ, მათთვის ეს გაუგებარია, იმიტომ რომ მათ რაღაც ცხოვრებაში რაღაც წერტილი იპოვეს, სადაც თითქოს და თავს ბედნიერად გრძნობენ. რა თქმა უნდა, უბრალოდ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს აი პროპაგანდასთან და ამიტომ არის ჩვენი რეაქცია და ჩვენი ხალხის რეაქცია. მე აქ კიდევ არის აი უბრალო ხალხის რეაქცია, ხო? ქართველი კაცის რეაქცია ძალიან ცუდია. ქვეცნობიერად გზობს რაღაც არაჯანსაღი ხდება, იმიტომ რომ სინამდვილე მაგალითად ერთ-ერთი ჟურნალისტი უცხოეთის ქვეყნის ამბობს ესეთ რამეს, რომ ის შეხვდა გერმანელ ქალ ლესბოსელს, რომელიც რაღაცა გერმანული და სოფლიო რაღაცა ამ ორგანიზაციის წევრია, რომელიც აქტიურად ნერგავს აი ამგვარ განათლებას გერმანელ ბავშვებში, სკოლებში და ცდილობს ამის გაკეთებას და როცა ეს ჟურნალისტი ეკითხება, ბიჭო, ბავშვებს რაღაც ერთში გაანებეთ თავი რა, იმიტომ რომ თქვენ ხო ამით შეიძლება მათ იდენტობაში რაღაც პრობლემა შეიტანოთ და თითქოს ვამბობენ რომ თუ ბავშვი ჰეტეროსექსუალია, საფრთხე არ ემუქრება, ტყუილია, შეიძლება ბავშვის ერთ-ერთი ყოველას თანაბარად ძლიერი ფსიქიკა არ აქვს, ხო? ერთი ადვილად ცივდება, მეორე ესე იგი ასე ადვილად არ ცივდება და ამიტომ ბავშვებშიც არის განსხვავება ამ ხრიდან, შეიძლება მათი დამახინჯება ძალიან ადვილად, ამის მაგალითები ძალიან ბევრი არსებობს, ახლა დრო არ არის ამაზე ვერ ვილაპარაკებ და ეს ხალი გამოწყდება და ეს ლესბოსელი ქალბატონი და იცით რას ამბობს, რომ დიახაც როდესაც ჩვენ ამგვარი აღზრდა შეგვაქვს სკოლებში და ამით ჩვენ სკოლის ბავშვებში, ანუ კაცებში, ანუ როცა გადატეხის ასაკი აქვს, როცა მამაკაცად ყალიბდება უკვე ტესტესტერონის ამ მამაკაცური ჰორმონის დაქვეითებას უწყობთ ხელს. ტესტესტერონი არის ჰორმონი, რომელიც მამაკაცობის იდენტობას განსაზღვრავს. მამაკაცი იმიტოა მამაკაცი, რომ მას ეს ჰორმონი აქვს და თუ ეს ჰორმონი სუსტდება, ის თავის მამაკაცობას უქვეითდება და კარგავს. და ტესტესტერონის ნაკლებობაა, რომ რათაო მათში ეს აგრესია, მამაკაცური აგრესია, ვერაგული დემონური მამაკაცური აგრესია ჩაკვდეს და აქედან ჩვენი ნაცისტური მიდრეკილებები გერმანიისა აღარ იქნება საიშროება რომ ნაციზმში კვლავ გადავარდ. რა საშინელებაა. ესე იგი წარმოიდგინეთ, ღმერთი ქმნის მამაკაცს მამაკაცად. თვით ბერიც კი, ბერი, რომელსაც სექსუალური ცხოვრება არ აქვს, ხო? ჩვენ ხო ვიცით ეკლესიო კანონი, მან თუ თავი დაისაჭურისა, ის ვერასოდეს ღვთელი ვერ გახდება და სასიკვდილე ცოდვაშია. თვითკვლელობას უტოლებ. რატო? იმიტომ რომ ის თავის იდენტობას კლავს.
ბერი რომელსაც არ აქვს სექსუალური ცხოვრება, მაგრამ მას აქვს მამაკაცობა, ეს სწორედ მამაკაცობის მისი სუბლიმაცია სექსუალური ენერგიის ხდება, სუბლიმაცია და გადადის ის ღვაწლში, საქვეყნო საქმეებს აკეთებს, ის ერზე ზრუნავს, ის გულხურვალი ადამიანია, გესმით? როგორ შეიძლება ეს მარტო კიდევ ვიმეორებ, ეს მარტო გამრავლებისთვის კი არ არის ეს სექსუალურობა, არამედ ეს იდენტობისათვის, ის პიროვნების რეალიზებას უწყობს ხელს ამ სამყაროში. ის ვაჟკაცობით, ეს ქალი სინაზით და ერთგულებით და ასე შემდეგ. ამიტომ ეს არის უბრალოდ დემონური მოძღვრება, მართლაც ამ ყველაფრის უკან ბოროტის სულიდგა შეიძლება შეითქვას, რომელსაც სურს ღვთაებრივი ჩანაფიქრი ადამიანის შესახებ აი ძირშივე მოკავას. თუ ადამიანები გახდებიან ჰომოსექსუალისტები და ეს კიდევ ვიმეორებ, ისე როგორც ბრუშობისა და სიძვის ცოდვა, ანუ ეს აღვირახსნილი სექსუალურობა. დღეს ასე ექიმები საუბრობენ სხვათა შორის აღვირახსნილი სექსუალურობის აი ამ ეპიდემიაზე, რომ ადამიანი ჩვენ ვიცით ხო მასმედია რასაკეთებს და ადამიანები უკვე ჭკუაზე არ არიან ხო? აი ზუსტად იგივე შეიძლება მოხდეს, აქ ეპიდემია შეიძლება დაიწყოს ადამიანისთვის ეს არის გადამდები, ოღონ არა ვირუსულად, არამედ განწყობებით, ეს სავსებით შესაძლებელია, მით უმეტეს თუ პატარა ასაკეთში. ეტაპობრივად. და მე რას ვღებულობთ? რაღაცა ესე იგი მონსტრების დედამიწა, რომლებიც არ მრავლდებიან და ჩვეულებრივი ადამიანები ჭირდებათ რეზერვაციაში ყავდეთ, რომ გასამრავლებლად ახალი ადამიანური მასალისათვის, რასთან აგვაქვს საქმე? რასთან? ხოლო კიდევ ვიმეორებ, თითოეული ადამიანი, რომელიც შეიძლება კითხოს ვაბერ, ესე იგი ეკლესია ხელს კრავს ამ ადამიანებს. ნახეთ, მე ხმამაღლა ვამბობ, ადამიანი შეიძლება იყოს ჰომოსექსუალისტი, შეიძლება რაღაცა გენეტიკური რაღაც, შეიძლება რაღაც ჰორმონალური, შეიძლება არასწორი, შეიძლება პრაქტიკაც კი ქონდა ამგვარიც თუ უნდა რაღაცა, ხო, მე მოეგო გონზე, ნახარო, ეს არაბუნებრივია, იწყებს ამ ცოდვასთან ბრძოლას. პოტენციაში ეს მის მასში ზის, იმიტომ რომ გარკვეული ცხოვრება გაიარა, მაგრამ არ ახორციელებს და ასეთი ადამიანი, ანუ ჰომოსექსუალისტი პოტენციაში შეიძლება იყოს ძალიან კარგი ქრისტიანი, თუ ის თავის ცოდვას ებრძვის და არ ახორციელებს. გესმით? ანუ ჩვენ კი არ ვებრძვით ამ ადამიანებს პიროვნულად. პირიქით ჩვენ ვეხმარებით, რომ სული გადაირჩინონ და ზოგ შემთხვევაში ესეთი ადამიანები ინკურნებიან რისი მაგალითებიც მეც მაგ პირადად. სამწუხაროდ უნდა დავასრულოთ. და თუმცა უყურებ კიდე ადამიანი პრობლემას, როცა შვილები ყავს, აი გაცილებით უფრო. ხო, აბა წარმოიდგინე რა, როგორ შეიძლება დაშავა, მაგრამ რაღაცას თავაზობს იმახინჯეს. ჩვენ მომწინააღმდეგე ხო იცოდე რომ ბიჭურად უნდა გაზარბო, გოგოს სათამაშოები არ უნდა მისცე და პირიქით, ხო, იმიტომ რომ ეს იდენტობა მასში ჩამოყალიბდეს ხარ. ძალიან დიდი მადლობა მამუ თეოდორე, თქვენ ძალიან ეწეღა რომ ეს არისო რაღაცა ერთგვარი გამოცდა ჩვენი ერისა და აი ხალხი მივა თუ არ მივა დღეს. თუ ხალხი არ მივა და თუ ხალხს არ აწუხებს თავის შვილების და თუ სამშობლო არ გადარდება, თუ ქრისტეს ერთგულება არ გადარდება, საკუთარი შვილები და შვილიშვილები, საკუთარი პატარა ბიჭუნები, რომლებიც გვეძდება, ისინი მაინც ხონა გვედარდებოდეს. დიდი მადლობა. ალბათ ღმერთი არ დაუშვებს, რომ საქართველოს მუზეუმმა მიიღოს ნორმად. ელისაბედ, ღმერთი ჩვენ გულს უყურებს. ქრისტე რეაქცია არ უნდა გქონდეს? ქრისტე როგორ შეხედავდა ამ მოვლენას? შეებრალებოდა ის ადამიანები, ისინი ხო განა ისინი ცოდვები არ არიან, მაგრამ ისინი უკვე აგრესორებად გამოდიან. ანუ საკუთარ თავზე მახვევენ მე ამას, არ არის ნორმა, კაცო. არ არის. ქრისტე აღს გამოვაწყდა. ჭეშმარიტად აღდგა. თავასრულოთ ჩვენ. დეკანზე თეოდორე გიგნაძე გახდათ განთიადის სტუდიაში.